მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით იმისათვის რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭირო არის 50% პლუს 1 ხმა. ჩვენ შემთხვევაში ეს არის 20 ხმა. თუ 20 ხმა ექნება რომელიმე კანდიდატს, მეორე ტური აღარ გაიმართება. თუ ერთ ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში იქნება ორი უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის კენჭისყრა. წმინდა სინოდი ახალი პატრიარქის ასარჩევად ემზადება. საარჩევნო გამჭვირვალე ყუთი უკვე სამებაშია. პროცედურა ასეთია: პატრიარქი არჩეულად ჩაითვლება მაშინ, თუ სამიდან რომელიმე კანდიდატს 20 ხმა ექნება. თუ რომელიმე კანდიდატი ნახევარზე მეტ ხმას ვერ მიიღებს, გაიმართება მეორე ტური. ხმის მიცემა ფარული იქნება და მღვდელმთავრების სასურველ კანდიდატს დაბეჭდილ ბიულეტინებზე შემოხაზავენ. შემდეგ კი საარჩევნო ყუთში მოათავსებენ. სასულიერო პირებს გაფართოებულ ეკრძალებათ მობილური ტელეფონების შეტანა. ბიულეტინებზე იქნება შემოსახაზი, სამი კანდიდატი იქნება დაბეჭდილი ბიულეტინზე და ამორჩეველი შემოხაზავს, შემდეგ ეს ბიულეტინი იდება კონვერტში და მოთავსდება შემდეგ საარჩევნო ყუთში. კაცრად იზღუდება მობილური ტელეფონებით სარგებლობა, გახსნა ამ კრებისა იქნება პირდაპირ ეთერში, შემდეგ კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირ ეთერში, ხოლო უკვე დათვლა ეს აღარ გადაიცემა და საბოლოო შედეგის გამოცხადებაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში. ნაწილი ამ სხდომისა უნდა იყოს დახურული. სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები, ასევე მათი ეპარქიიდან თითო ადამიანი. გაფართოებულ კრებამდე ერთი დღით ადრე წმინდა სინოდის წევრთა ნაწილი სამების ეზოში გამოჩნდა. მღვდელმთავრებს მოსაფიქრებლად დრო ეწურებათ. რას გვეტყვით ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, მეუფეო? გვეყოლება ახალი პატრიარქი. არჩევანი ასე გამოიყურება: ურბნელი მიტროპოლიტი იობი, მოსაყდრე შიო და ფოთელი ეპისკოპოსი გრიგოლი. სამღვდელოებაში აზრები იყოფა. ამას არც მღვდელმთავრები მალავენ. ვის ჩააბარებენ პატრიარქის მიტრას და კვერთხს. ისტორიულ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე გაჩენილ კითხვებს მღვდელმთავრები თავს არიდებენ. ხვალინდელი დღე არის ისტორიული დღე და წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მე მინდა გკითხოთ ბოლო სინოდის ხდომასთან დაკავშირებით გამოწვეულ კითხვებზე. იყო იქ მეუფე ზენონის განცხადებები ჩარევასთან დაკავშირებით. თქვენ რას ფიქრობთ? არ ვიცით, ალბათ იქნება მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება? რა თქმა უნდა, იქნება დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. თუ ვინმე სანიყო ჩარევა, არ ვიცი, თვითონ იტყვით, პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ ქონდა. რა მოლოდინები გაქვთ? აი ბოლო წმინდა მხოლოდ და მხოლოდ კარგი. მხოლოდ და მხოლოდ კარგი. ბოლო სინოდის ხდომაზე იყო გარკვეული კითხვები. გაარკვიეთ ერთმანეთში, რომ მოითხოვონ კიდევ ერთი სინოდის ხდომა თუ დათანხმდებით ხვალინდე გაფართოებულ კრებაზე. ყველაფერს ხვალ გაიგებთ ესე. აი მეუფე ზენონი აპირებდა ამ საკითხის დაყენებას. მეუფე ანდრია. ძალიან კარგი და ძალიან მინდა გითხრათ, რომ ღვთივკურთხეული დღე გველოდება ხვალ, ასე რომ თქვენ ცილოცეთ და ღმერთი ყოველივეს გადაგებს ასე კეთოთ. TV პირველს წყარო უყვება, რომ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ერთ-ერთია წმინდა სინოდიდან, ვისი ხმაც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. გამოუცხადეს თუ არა მხარდაჭერა მეუფე შიოს იმ მღვდელმთავრებმა, ვინც დღეს სამებაში წირვაზე მივიდა. თამამი ქადაგებების ავტორი ბოდბელი ეპისკოპოსი, რომელიც ამბიონიდან ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ არჩევნებში არ ჩარეულიყო, დღეს ამბობს, რომ ყველაფერი რიგზია. გწეროთ რა მოლოდინები გაქვთ მეუფეო? ჩაოლებრივი. როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რას ფიქრობთ? რა მოლოდინი გაქვთ? აი ბოლო სინოდის ხდომაზე გვახსოვს რაღაცა კითხვები გაჩნდა. არაფერი არ გაჩენილა, არც ერთი კითხვა. თქვენი ქადაგებებიც მოვისმინეთ ჩარევასთან დაკავშირებით. ვთქვი რომ მარერევიან და ხვალ ისტორიულ გადაწყვეტილებას მანგლისის ეპარქიიდან საგანგებოდ ჩამოსული მეუფე ანანია გამოაცხადებს. ის ხმის დამთვლელ კომისიას კურირებს. მიტროპოლიტი ანანია პასუხობს კითხვას, ერევა თუ არა გავლენიანი ჯგუფი წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაში. ღვთის შეწევნით ხვალ აირჩევს ახალ პატრიარქს. როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ ყველაზე ბრძნული, რაც კი შეიძლება იყოს. ჩვენი ხალხი გამოარჩევს საკუთარ პატრიარქს. აი მოვისმინეთ მაგალითად მეუფე ზენონის მხრიდან შეთავაზება, რომ ვიდრე საეკლესიო კრება გაიმართებოდა, მაგალითად კიდევ ერთხელ შეკრებილი იყო სინოდი, რომ გაჩენილ კითხვებზე გეპასუხათ ერთმანეთისთვის. რა გაურკვევლობა დარჩა ამ დრომდე
თქვენთვის მე არ ვიცი გაურკვევლობა. ყველა ჩართული ხართ ამ ნუ გადაწყვეტილების ჩართული ვარ 50 წელი აქ ვარ და ვუყურებთ ერთმანეთს და ვიცნობთ ერთმანეთს. მეუფეშიოს აი სამომავლო გეგმებზე როგორ ხედავს ის ეკლესიის მომავალს? რას ფიქრობთ ამაზე თუ მოისმინეთ ეს ხედვები? ყოველ შემთხვევაში რაღაც მოისმინეთ სხვა კანდიდატებისგან და მისგან ჯერჯერობით უყვარს საქართველო და ზრუნავს ქართულ ერზე. და საქართველოზე ზოგადად საერთოდ. როგორი უნდა იყოს მომავალი პატრიარქი მეუფიანია? აი მოყვარული. ეს პასუხად მივიღოთ თქვენს პოზიციად? რას ამბობენ ერთი დღით ადრე პატრიარქობის კანდიდატები მოსაყდრე შიო მუჯირი ხვალინდელ დღეს ქადაგებისას გამოეხმაურა. მროվել ურბნელმა ეპისკოპოსმა ისტორიულ გადაწყვეტილებამდე საუბარი არის სურვა. უკვე თბილისშია ფოთელი ეპისკოპოსი გრიგოლიც. ის დღეს სამებაში არ გამოჩენილა. ეს არის დიდი გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა და ვევედროთ ჩვენ უფალს, რომ მოგცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი, ღვთისნებით ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო და ისევე როგორც აი 59 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენს ეკლესიაში და ჩვენს ერში. ხვალინდელი დღეც ყოფილიყო საწინდარი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა. ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთისმსახურების. საპატრიარქო არჩევნებთან დაკავშირებით იქნება მკაცრი შეზღუდვები. სამებაში მინიმუმ 1200 დელეგატს ელოდებიან. სხვადასხვა ეპარქიებიდან სასულიერო პირები უკვე მოემართებიან თბილისისკენ. გაფართოებული ისტორიული კრება ხვალ სამებაში 13 საათზე დაიწყება.